ლაილაი წარმოგიდგენთ გადაცემას პროფათეული. საღამოშტებზე ზაფხულის დასრულებამდე ძალიან ცოტა დორჩება, მაგრამ თქვენ თავარია რომ არ მოიწინოთ. გახსოვთ ალბათ ჩვენი ფორმულა მუსიკა პლუს ხალისი პლუს ლაილაი მინუს ცუდი ხასიათი უდრის პროფათეულს და თქვენც ჩვენთან ერთად გაატარებთ ამ დარჩენილ დღეს და ჩვენ წელიწადის სხვა დროსაც თქვენთან ერთად ვიქნებით. დილა ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად მამლის ყვავილით არ იწყება და სხვათა შორის ამ ბოდოს არც სანაგვე მანქანის გამაყვერებელი ზარით არ გრძელდება. ერთადერთი რაც იგივეა მარად და მარად ახალი გაზეთებია, რომლებიც ალიონთან ერთად იფინება ხოლმე. ადამიანები სხვათა შორის რომლებიც პირველები ეცნობიან პრესას და შესაბამისად ახალი ამბების საქმის ყურში სწორედ პირველები დგებიან, დღეს ჩვენი ამომრჩევლები არიან და აი გაზეთის გამყიდველების პირველი არჩევანი. გამარჯობა და ის მაინტერესებდა ხოლმე ესეთ ჯიხურში შემოსა სულ მაინტერესებს აქ რა ხდება. რამდენი გაზეთებია? რამდენი გაზეთი გამოდის დღესდღეობით? 170 დასახელება. 170 დასახელების ქართული გაზეთი? კიდევ კაი გაზეთების ათეული არ აქვს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მომღერალი ყავს, მე მგონი 170 მათი რიცხვი ჯერჯერობით არ აღწევს და კიდევ რომ გაზეთების ათეული არ აქვს, თუ რა მოირჩევდა მე. აი, აგერ არის ანკეტა. მე მანამდე გაზეთებს გავყიდი. დიახ, დაგნებავთ რომელი გაზეთი? აი ესა? არ დავასახელებ გაზეთს, ახლა რეკლამა რო არ გამომიდეს. ეს გაზეთი. კი ბატონო, 50 თეთრი. წამი. ინებეთ. გაზეთები მოდის 9-15 წუთზე. 9-15 წუთზე, ნუ ყოველ შემთხვევაში აქამდე აღწევს. შეიძლება კიდევ უფრო ადრე გამოდის, არა და აი ცი დამაინტერესებს. გამოდის 6 საათზე, დიახ, 6 საათზე გამოდის, მაგრამ ჯიხურებში ვიდრე ჩამოარიგებენ, ჩემამდე მოდის 9-15 წუთამდე. და აი აბსოლუტურად ყველაზე ადრე, ესე იგი, საქართველოში თქვენ პრესის გამყიდველები იღებთ ინფორმაციას. დიახ. მე ცოტა გადავხედავ, მე სულ ყველაფერი მე ვერთ, მე სადღაც წავიკითხე. მე ნერვები როგორ აგაქვთ, როგორ მაინტერესებს? აი ხა დილიდან რო გამოვა, თქვა სათაურით ესა ნუ დავკარგავთ ილიას ჰორიზონტს, მთავრობა შოქშია, პარლამენტი ისტერიკაში. რა როგორი სათაურია, ხო საინტერესო? სამხედრო პროკურორმა ბრძოლისველი უბრძოლველად დატოვა და ეს. აი დილიდან როდესაც აი ესეთი სათაურები დაგხვდება, რაღაცა საოცარი სათაურებით არიან გამორჩეულები. რაო, ეს თელას ექსპროპრიაციის გზით წართმევენ, ჯორბენაძე გაიქცა. და მოკეთ აი ესეთი სათაურებით გამოდის ქართული გაზეთები, ცოტა არ იყოს და შეიძლება დაითქვას და ცოტა არ იყოს ხიჩკოპური სათაურებია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაზე არის რაღაც სადომაზოხისტური ელემენტები ეთყობა ქართველებში. აი რა მაინტერესებს ციხა ბატონო თინა, თქვენ აი დილიდან რომ აი თქვათ ესეთ სათაურებს კითხულობთ, ანუ ესეთი სტატიების კითხვა გიწევთ, აი მე როგორ აგაქვთ ხოლმე ნერვები? ძალიან ცუდად, როცა ცუდი სტატიებია არ მსიამოვნებს. თქვენ თუ გემღერებათ ხოლმე? აი ამ ყველაფრის მე. მე იმას რო უყურებ, რა ქვია, ხუჯაძეს ძალიან გემღერებათ მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა კონცერტებზე რომ გამოვდიოდი, რომ მღეროდი, რომ უკრავდი და ეს რა გავიგეთ. ესე იგი თქვენ გაბატონეთინა მღერი ხართ. მე მგონი ახლა მეგობრებთან ერთად, რასაც მღერი ხართ ხოლმე, უნდა გემღეროთ. აი ბოლოს რა იყო? მეგობრებთან. ხო, დიახ, აი ეგ ძალიან მომწონს. აი ეს მღერი ხართ ხოლმე მეგობრებთან. აი ხო ხედავთ, ესე იგი დათო ხუჯაძეს მარტო პატარა თაყვანისმცემლები არ ყავს და გალბატონი თინაც ასე რომ მოვიდეს დათო ხუჯაძე ყიდულობს ხოლმე გაზეთებს თუ არ ყოფილა. ერთხელ იყო, ერთხელ ნახე აქ. როგორ გაანადგურეს ქართული მრეწველობა ჩარხი ჭამიან ჩინოვნიკებმა. რა ურჩია პრეზიდენტის დიეტოლოგმა კვირის პალიტეს კითხოს და ასე შემდეგ. მოკეთ არ მინდა ეხა არ წაგიკითხავთ ისეთ საშინელ სათაურებს, იმიტომ რომ მათთვის ვინც მაგალითად გაზეთებს ნაკლებად ყიდულობს, ხო შეიძლება რომ დაუწყოთ იმათ წყნარი ნერვებით.
მითხარი რომ ეს არ ყოფილა სიზმარი მიყარხარ მე შენ მიყარხარ წამოდი ჩემთან წამოდი ყოველთვის ამ სიტყვებს ვამბობდი და ახლაც შენ კვლავ ჩემთან ხარ თვალებში ჩამხედავ ნაზარ თუ ჩემი გეტყვიან ჩუმად მინდა რომ გაგოცო აღარა ვარ მარტო შეხედე საოცარ ხამეს თვარეს და ვარსკვლავებს მინდა რომ ერთმანეთი სიზმარშიც ნახო მითხარი კიდევ მითხარი რომ ეს არ ყოფილა სიზმარი მიყარხარ მე შენ მიყარხარ მე პირადად კითხვა გაზეთიდან მისწავლე. აი ესეთი ცნობის მოყარე ვიყავი ბავშვობიდან. ისე პრესის მიმართ გულგრილი მგონი არავინ არის. სულ ერთია რა პროფესიის იქნება ის მუშა, ექიმი თუ უბრალოდ ქუჩის ბიჭი. უი სხვათა შორის ქუჩის ბიჭები პროფეთელში. vedreba მთვარე რომ გაიხსენო ნების ღამე ხო მითხარი რამე ნუ წახვალ შორს ერთი დღე ორი დღე დაგითმე ვიცი ისევ ვერ გამიგე არ გინდა რომ დაიჯერო უშენობაზე მე არ ვიმღე შენგან წავალდა დაუბრუნდები შენგან წავალდა არ დაუბრუნდები შენგან წავალდა არ დაუბრუნდები შენგან წავალდა არ დაუბრუნდები გუშიღამით ისევ გელოდებოდი რატომ არ გამიწახე როცა მივდიოდი შორს ამ დროს ქართული გაზეთები ისეთი მყირალა სათაურებით გამოდის რომ შენს გინდა აქედან უყირო აუ რა შვებით მაგრამ ნუ რასიდებ ცოტა არ იყოს და სადისტურ მაზოხისტური ნიშნები შეინიშნება იმიტომ მკითხველსაც მოწონს და სხვათა შორის გაზეთის გამყიდველსაც რასიდებ ქვეყანა აირია გოგონა ოთახში რამეს ათებდა ცუცხი და სიცივე იმას ოცნებას არტნევდა გულში რაც ქონდა წმინდა თან ქუჩაში მთელი ღამე წმინდა ხოლო ბები გზელი წინდა გარბის სახლიდან დავიდეთ ერთად ვიაროთ სამძოლი ჩართულია ეს დრო გადავიაროთ სამომომეცი ხელი ერთად ყოფნა ხომ არ არის ნელი თუ წელი გავიდა ძველი ვიწყებ დახდიდან ჟიერი ფერები ოცნებას იზმიან იქნები სიმღერის განწყობას მიგვიან მიგრიან ხების სწრაფად მიგრიან დაჯაზმოველი შვილის უნები ჩემი სიციან ჩემი დაგიმა ხომ კარგად იციან ზევას კუჩი სიხარული მიცვიან სიტყვას მოველი ხალხიან ქუჩაში ახალი სახლები ფერები რეკლამის და ჯელაჭულა დახლები აღჩვენებს ხალხს და მეგულით ეს სიმღერა დამაქვს ამის მედია ვარავაქვს ლერწმის ვერი ვარ აი აქ ჩანს რომ ძალიან ბევრი გაზეთი აღარ აგაქვს რატო გაიყიდა ყველა?
აი ჩვენ გვითხრეს რომ 170 დასახელების გაზეთი გამოდის. ერთ წამი მე თქვენთან უფრო ახლო მოვალ, ერთ წამი უფრო კარგად გელაპარაკოთ. მე ვიცი რომ 170 დასახელების გაზეთი გამოდის. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ არიან მაინც ყიდველები და იყიდება თუ არა, აი 170 ყავს თქვენი დღეში ერთი მაინც რაღაცა ერთი დასახელება. ნორმალურად. ნორმალურად იყიდება. ხო, აი ძირითადად რა საკის ხალხი იყიდულობს გაზეთებს? თითქმის ყველა საკის ხალხი. ახალგაზრდები სპორტს, ხანდაზმულები უფრო პოლიტიკურ და ყოველდღიურ გაზეთებს. აი თქვენ ერთ-ერთი ის ადამიანი ხართ, რომელიც ყველაზე ადრე ეცნობა პრესას. შესაბამისად, ყველაზე ადრე იგებთ ახალ ამბებს. ახალი ამბები კი ძირითადად გაზეთებში ყოველ შემთხვევაში ძირითადად ცუდი იბეჭდება და სკანდალური და ისე და ნერვები როგორ აგაქვთ? არა, მან ნერვებს არ ყვებით ხოლმე. რატო ხო უკვე ისწავლეთ სათავშოთ ახედავთ აღარ კითხულობ? ზოგი ჭორია, ზოგი სინამდვილე და ესე რა. არა, მობძანდით. მე მინდა რომ თქვენ გაყიდოთ თან. თქვენთან გაიხედეთ, თუ კი არ მე გავყიდებ. დიახ. გისმენთ. მე ვიდა ნორმალი. კი ბატონო. აბა მომე 50 კაპიკია. ხო, კაი რაღაცა იყო ზუსტად ისაც კი. ამოიღე. ეხლა წარმოვიდით ამ ერთმა ბილეთმა რომ მოიგოს. მე იტყვის რომ ჩვენთანო პროფათეული იყო. ჩვენ არა რომ მივედიო ბილეთს ყიდობდი მე ხომ უნდა მოყვეს ამბავი და მოკეთ მივედი ბუტკაში კი არა ჯიხურში იქ იყო პროფათეული ასე დამებედა კარგად ვინ არის თქვენი სიმპათია მე მანამდე გავყიდე გაზეთებს გისმენთ ამაზე ისა გააკრებია არავინ მე არ მიმჩნევს ესე იგი გადავყოფ თავს გისმენთ არა ეძახიან აი ბატონ თამას ეტყობა კარგი გაზეთების გამყიდველი რადგან მოდიან სულ და იგივე კლიენტები ყავს აი ეს ვისი ნახვა გაგიხარდებოდათ აქ ამ ჯიხურში? ამ ჯიხურში ხშირად მოდის ხოლმე სეფაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, კიდევ ვინ დოიჯაშვილი. თქვენი კლიენტები არიან? რა თქმა უნდა. დოიჯაშვილი ეს მელიქიშვილის გამზირიდან რომ გამოისენებს ხოლმე მელიქიშვილის გამზირი და პედაპირ ბატონ თემურთან მოდის არა? დიახ. ცნობის ფურცელი ახალი ამბების დასტა აი ესე რომ დადიოდნენ ახლა ჩვენი გაზეთების გამყიდველები და ასე აწოდებდნენ პრესას თავის მკითხოს არა შეიძლება პატარა ვაკხანალია კი ყოფილიყო ხა წარმოიდგინეთ ყველა ჯიხურიდან ყველა რომ მღეროდეს ამიტომ ჯობია მე მგონი ყველა თავის საქმე აკეთოს გაზეთის გამყიდველმა გაკეთოს მომღერალმა კი იმღეროს მერაბ სეფაშვილი პროფათეულში ცნობის ფურცელი სიყვარულის
გაწვიმდა თბილისში აცივდა ჩვენი დრო მოვიდა მაჩუქე დრო ჩვენი ლამაზი დრო ჩვენი დრო მოვიდა ჩვენი ხმა ვარსკვლავებს მისდება ბედნიერების ხმა ოროგორ გვინდა ძალიან გვინდა ბედნიერების ხმა მახსოვს რომ გაწვიმდა ფოთლები დაცვიდა მითხარი რომ მახსოვს რომ გაწვიმდა წრემლები გვაწვიმდა ამდე ხასა და ხასა მახსოვს რომ გაწვიმდა თბილისში აცივდა ჩვენი დრო მოვიდა მაჩუქე დრო ჩვენი ლამაზი დრო ჩვენი დრო მოვიდა დრო მოვიდა თბილისში ყველა ამბავი აინტერესებს. აი, არა აქვს მნიშვნელობა იცნობენ, არ იცნობენ მაინც. ამიტომ მაქვს იდეა, რომ ყველა ოჯახმა თავისი გაზეთი გამოსცეს და წარმოიდგინეთ რაღაცა ბიზნესიც გამო, აი ვისი ამბავიც განსაკუთრებით აინტერესებს, მათი განსაკუთრებით გაიყიდება, თანაც რა სკანდალური სათაურები იქნება. აი, მაგალითად ესეთი პატარა მონახაზი გავაკეთე, კონფლიქტი დედასა და მამას შორის ხელჩართული ომით დასულდა, ან ოჯახის 14 წესწორმა სიგარეტი მოწია და იქ დანარჩენი სკანდალი ამასთან დაკავშირებით, ან მაგალითად სრული იდილია ხობეთ ღლეზიაშვილების ოჯახში. ისე რარეულობა იქნება და წარმოიდგინეთ, ყველაფერი გვეცოდება ვინ, საით და როგორ უბერავს. ნიკოლ შეუპროფათეულში. ზოგი უბერავს რადგან ვერ მორჩილებს სულს ზოგი უბერავს რადგან და პოპულარობას ზოგი უბერავს მარცხნი ასათიან ზეწეს ზოგი უბერავს მარცხნი და სულ არ იპასავს დღეს ზოგი უბერავს ჰიპ-ჰოპ ზოგი უბერავს რეპს ზოგი უბერავს soul's ზოგი უბერავს dance ზოგი უბერავს discos ზოგი უბერავს rocks ზოგი უბერავს dance ზოგი უბერავს rocks Ასე უბერავს აი ასე უბერავს აი ასე უბერავს აი ასე უბერავს ზოგი უბერავს ქუჩუს გაიფიჭო პასუს ზოგი დამდებულ სამთებს ზოგი უბერავს ზოგი უბერავს ზღვაზე Kari ucecავს თვას ზოგი უბერავს ტაში და თხილამურებზე დგას ადამიანი რომელიც დღეს გაზეთების გამყიდველების რჩეულია ბავშვობიდან გაზეთის მოწინავე გვერდზე შესაბამისად მას გაზეთების გამყიდველები ყოველდღიურად უყურებენ იმიტომ რომ ეს ამბავი დღემდე გრძელდება მაია ჯაბუა პროფათეულში ისევ თავს იები ჭკნებია სულითერ ხამეს ქსოვს და სიზმრებით ქრებია მე ისე მარტოა და ისე მღერიბა ნოტებში დაგეძებ შენ მაინც შორი ხარ
სიმღერალი, რომელიც გაზეთების გამყიდველების ნომერ პირველი ფავორიტია, ალბათ ყველაზე ხშირად ხდება პრესის ფურცლებში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და მე რასაც ვფიქრობ, ის დანამდვილებით ვიცი და ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ ლელა წურწუმია დღეს პროფათელში პირველ ადგილს იკავებს.
რაცაც მაგონებს ჩუმი და თბილი ეს სიმღერა უნდა გამახსენო შენ თორემ სხვა ამას ვერ მიხვდება მოდი რა იქნება სითბო ჭირდება მზის ლოდინი დამთავრდა დღეს ალბათ რაღაც შეიცვლება უშენო ცხოვრებაც ნელია და აღარ შეიძლება მოვალ გაგახსენე მოვალ აგამღერე ცხოვრება რომ გაგრძელდეს ყველაფერს თავისი სახელი ქვია ჩვენ ვიქნებ სიმართლეს ვემალებით და სანამ არ არის ძალიან გვიან მითხარი რომ ისევ გენაგრები დროგატის დროს ალბათ თავისი მიავს წარსულში დარჩება ყველაფერი და სანამ არ არის ძალიან გვიან კეთვი რომ ყოველთვის მეყვარები რაღაცას მაგონებს ჭუმი და თბილი ეს სიმღერა უნდა გამახსენო შენ თორემ სხვა ამას ვერ მიხვდება მოდი რა იქნება სითბო მჭირდება თავისი სახელი ქვია ჩვენ ვიქნებ სიმართლეს ვემალებით და სანამ არ არის ძალიან გვიან მითხარი რომ ისევ გენაგრები დროგატის დროს ალბათ თავისი მიავს წარსულში დარჩება ყველაფერი და სანამ არ არის ძალიან გვიან კეთვი რომ ყოველთვის მეყვარები ისე მოვდივარ წარსულის გზებზე ოდესღაც დაკარგულ სიყვარულს ვეძებ დრო გავიდა მე ფიქრობ შენზე უშენოდ არ მინდა თავისი სახელი ქვია ჩვენ ვიქნებ სიმართლეს ვემალებით და სანამ არ არის ძალიან გვიან მითხარი რომ ისევ გენაგრები დროგატის დროს ალბათ თავისი მიავს წარსულში დარჩება ყველაფერი და სანამ არ არის ძალიან გვიან კეთვი რომ ყოველთვის მეყვარები და ეხლა ყველაფერს დავიწყებ თავიდან და ეხლა ყველაფერს დავიწყებ თავიდან ახლა მე წარმოვიდგენია რომ ხვალ გამოვა გაზეთი ასეთი სათაურით პროფათეული დასრულდა, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით მე 3 წერტილი და 3 ძახილის ნიშანი. მე მგონი საკმაოდ საინტერესო სათაური იქნება და გაზეთების გამყიდველების დამეხმარებიან იმაში რომ ეს გაზეთი გაიყიდოს. მეც გავასწრებ მოვლენებს და გეტყვით რომ ჩვენ არსადაც არ მივდივართ და სულ რაღაც ერთ კვირაში დავბრუნდებით კვლავ ლაილაისთან და მე საათერთან ერთად. ლაილაი წარმოვიდგენ გადაცემას პროფათეული.